ეს კადრები ვახვახიშვილების კოშკში 2013 წლის 15 ოქტომბერსაა გადაღებული. ეს ბოლო ღონისძიება იყო, რომელსაც საგამოფენო სივრცე მომასპინძლა. დღეს ამ ფოტოგამოფენამ კედლებიდან იატაკზე გადაინაცვლა. შენობა კი უფუნქციოდაა დარჩენილი. დამტროულია მინები, ხის კარები და მოაჯირები. ოთახები დაბინძურებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და ფეკალური მასებით. კედლებზე კი მრავლად შეხვდებით უცენზურო ფრაზებს. მიუხედავად ყველაფრისა, ვახვახიშვილების კოშკს უამრავი ადამიანი სტუმრობს, ოღონდ განსხვავებული მიზნებით. მათთვის დაბრკოლებას არც ეს ჩაკეტილი კარი წარმოადგენს, რადგან ყველა სხვა კარი და ფანჯარა ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. ზოგიერთი ადამიანი აქ ცეცხლის დასანთებად მოდის, ზოგი ცლურზე თხილის მისაყოლებლად, ზოგი მშვიდობის საძიებლად, ზოგიც ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბოლოს, როდესაც ამ შენობაში ვიყავი, ამ დარბაზში, სწორედ ასე ვწერდი ინტერვიუს, ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი თელავის ფესტივალის და აი ამ სივრცეში იყო შავა ალხანაიძის ფოტოების გამოფენა და საკმაოდ სწორად და კარგად იყო ეს სივრცე ათვისებული. ძალიან გულსატკენია, რომ ესეთი მდგომარეობა არის. ეს მხოლოდ რა თქმა უნდა არ არის მუნიციპალიტეტის ბრალი, რომელმაც თქვა ყურადღებოდ დატოვა, ეს პირველ რიგში აქ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხალხზე, იმიტომ რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით გაკეთდა რეაბილიტაცია, ჩვენი გადასახადებით და მერე მოვდივართ და ჩვენი ვაფუჭებთ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მერიაში განუცხადეს, უახლოეს მომავალში ვახვახიშვილების კოშკში მერიის კულტურის ცენტრი განთავსდება. ჩვენი შენობა გადმოგვცა დაახლოებით თვენახევრის წინ. 3 დღის უკან უკვე გამოცხადდა ტენდერი. ეს არის 23,000 ლარამდე, რომელიც პირველ ეტაპზე ჭირდება ამ შენობას, რომ ელემენტარული პირობები იყოს იმისთვის, რომ იქ შეიძლებოდეს მუშაობა. ჩვენ დაახლოებით აი ხა თქვენ რას ნახეთ დღეს ამ გუშინ ეს შენობა დაახლოებით არის 1 კვირის დასუფთავებული და უკვე მაინც როგორი დაბინძურებული არის ეს შენობა, რომ ასე ვთქვათ, პატრონი არ ყავს და რაღაც. ქალაქ თელავის მერიის კულტურის ცენტრი ვახვახიშვილების კოშკში დაახლოებით თვენახევარში გადავა.